შუადღემშვიდობის BMG-ის ეთერში გადაცემა ქალების ნარატივს ვიწყებთ მომდევნო 1 საათის განმავლობაში სტუმრებს BMG სტუდიაში მე მარიამ იზორია ვუმასპინძლებ. დღევანდელ გადაცემაში გამომცემლობებზე და თბილისის წიგნის ბაზრობაზე ვისაუბრებთ, რომელიც 23-დან 26 აპრილის ჩათვლით ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. თინა მამულაშვილის ულაკავლის გამომცემლობის დამფუძნებელი და დირექტორი იქნება ჩვენი სტუმარი. გადაცემაში ასევე ველით ანა ყიასაშვილს, მედუზას დამფუძნებელს, ბოლოს ქალების ნარატივის ეთერს მწერალს და მთარგმნელს მარიამ თოიძეს დავუთმობთ. ეს ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით, იგამდე კი საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ ამბებს გადავხედოთ. სკოლის ფორმებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს კომპანია საგანმანათლებლო რესურსები 44.900.000 ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს, რომლითაც 1.801.000 ერთეული ფორმა უნდა შეიკიეროს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ამ თანხით საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სასკოლო ფორმების შესყიდვა უნდა მოხდეს. მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული კანონით 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის დარება სავალდებულო ხდება. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობაზე მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 71.26.000 ლარის დახარჯვა იგეგმება. პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს და მიზანია იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. Mercedes-Benz Fashion Week თბილისი 7-დან 10 მაისის ჩათვლით ფაქტორ თბილისი უმასპინძლებს კვირაულის ფარგლებში ჩვენებებზე, როგორც მოდის სფეროში უკვე დამკვიდრებული პროფესიონალების, ასევე ახალი დამწყები დიზაინერების კოლექციები იქნება წარმოდგენილი. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის წელსაც იგეგმება საჰაერო მიმოსვლა. ავიაკომპანია Korean Air-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩარტერული ფრენების შესრულების შესახებ განაცხადი უკვე წარადგინა. და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით წინა კვირასთან შედარებით საავიაციო საწოლზე ფასის 3% შემცირდა და ბარელზე $179 შეადგინა. ეს მიმდინარე კვირის საშუალო ფასია, თუმცა წინა წელთან შედარებით საწოლის ფასი კვლავ გაორმაგებულია. ფასი განსხვავდება რეგიონების მიხედვით და მაგალითად აზიასა და ევროპაში საავიაციო საწოლზე ფასი ბარელზე $180 აღემატება. 23-26 აპრილს ექსპო ჯორჯიამ თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლა. წიგნებით თავისუფლებისთვის თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი გზავნილია და წელსაც სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანნენ წიგნის გამომცემლები, გამავრცელებლები და მკითხველები. წიგნის ბაზრობის ისტორიაში პირველად ტრადიციული გამოფენა გაყიდვის მდიდარი ლიტერატურული პროგრამისა და მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობების პარალელურად მოზარდებისთვის სრულიად ახალი უნიკალური ახალგაზრდული სივრცე, იკითხე, იფიქრე დაამოწმო მოეწყო. ამ ინოვაციური სტენდის მთავარი მიზანი ფესტივალის სტუმრებისთვის ისეთი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გამოცდილების შეთავაზება იყო, რომელშიც ლიტერატურა, თამაში, შემოქმედება და განათლება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა. აღნიშნულმა ინტერაქტიულმა სივრცემ ახალგაზრდებს ნამდვილად მისცა შესაძლებლობა და უბიძგა, რომ თანამედროვე სამყაროში კითხვის მნიშვნელობა და პროცესი სრულად ახლებურად, კრიტიკულად გაიაზრებინათ. ტრადიციისამებრ სულაკავრის გამომცემლობამ სტუმრებს მასშტაბური ფასდაკლებებითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული სიახლეებით უმასპინძლა. მკითხველს სტენდზე დახვდა როგორც მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ბესტსელერების ახალი თარგმანები, მათ შორის ჰემინგუეის, მურაკამის, დოსტოევსკისა თუ ჰარარის ნაშრომები, ისევ უკვე კარგად ნაცნობი მონატრებული წიგნების განახლებული ტირაჟები. ამასთან მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ახალი გამოცემებით. გამომცემლობამ არც პატარა მკითხველები დაივიწყა და მათ არაერთი ახალი მხატვრული თუ საგანმანათლებლო წიგნი და საყვარელი კომიქსების გაგრძელება შესთავაზა. სულაკავრის გამომცემლობის სიახლეებზე ჩავლილ წიგნის ბაზრობასა და სხვა სიახლეებზე, მათ შორის გეგმებზე, თინა მამულაშვილი სულაკავრის გამომცემლობის დამფუძნებელი და დირექტორი ისაუბრებს. მოგესალმებით თინა, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თინა, უპირველესად მინდა ვისაუბროთ იმ სიახლეებზე, რაც თბილისის წიგნის ბაზრობაზე მკითხველს დაახვედრა სულაკავრის გამომცემლობამ. ჩვენ შესავალშიც ვახსენეთ
მოკლე მიმოხილვა, თუმცა მინდა უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება იმ ყველა სიახლეზე. თქვენ თითქმის ამომწურავად ისაუბრეთ და ბევრი რაღაც დაასახელეთ, რა თქმა უნდა, ყველანი გამომცემლები ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით ხოლმე წიგნის ბაზრობისთვის და ჩვენი სურვილია რომ იმ კითხველებს, რომლებიც ყოველთვის ელიან წიგნის ბაზრობას, როგორც დღესასწაულს, ჩვენს დავახვედროთ ბევრი სიახლე, ფასდაკლება და ასე შემდეგ. წელს მართლაც იყო ესეთი სიახლე და ბესტსელერებშიც ზუსტად სიახლეები მოხდა. ჩვენი ბესტსელერი იყო ერთ-ერთი მოხუცი და სხვა ახალი თარგმანი, რომელიც სულ ახლახანს გამოიცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰემინგუეის ასე ვთქვათ, პირველი ლიცენზირებული გამოცემაა და ჩვენ გვაქვს ლიცენზია მის სხვა ნაწარმოებებზეც, ასე რომ დიდი ხანი არ ყოფილა ესე ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი და ძალიან ბევრი მკითხველი აღმოჩნდა რომ ელოდა სწორედ მოხუცა და სხვას, რომელიც პირველი ბესტსელერი გახდა წიგნის ბაზრობის გაყიდვების მიხედვით. ასევე ძალიან საინტერესოა რომ ბესტსელერებში მოხვდა ასევე ახალი რომანი ქართველი ავტორისა, ეს გახლავთ ლაშა ბუღაძის დამკვირვებელი და ძალიან კარგი პრეზენტაცია ჩატარდა ამ წიგნის, რომელსაც მაშო სამადაშვილი უძღვებოდა, ძალიან ბევრი ხალხი იყო და ეს რომანიც ბესტსელერებში აღმოჩნდა. კიდევ ერთი სიახლე თქვენს ახსენეთ ჰარარი, ნექსუსი, ეს არის მისი ბოლო წიგნი. როგორც ისიც ჩვენ ჰარარის საპიენსით დავიწყეთ გამოცემა, მისი სხვა წიგნებიც გამოვეცით და უკვე მკითხველისთვის, ზუსტად ბაზრობისთვის მოვამზადეთ ნექსუსი, რომელიც პირველად სწორედ წიგნის ბაზრობაზე იხილა ჩვენმა მკითხველმა. ძალიან კარგი სიახლეა ისიც, რომ ბავშვები და ახალგაზრდები ძალიან აქტიურად კითხულობენ და მათ შორის საბავშვო წიგნები, კომიქსი დოგმენი, რომელიც ყველას ძალიან უყვარს და თუნდაც ბრუნო, რომელიც ახალი წიგნია და ასე ვთქვათ, უფრო სკოლამდელი ასაკის მოსწავლე ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული. ორივე ბესტსელერების სიაში აღმოჩნდა ძალიან მახარებს, რომ ეს წიგნები ასე ვთქვათ, ბესტსელერებით და სიახლეებით თანაბრად გადანაწილდა სხვადასხვა კატეგორიებში, მათ შორის კლასიკაც, სხვათა შორის აი ჯადოსნური მთის ახალი გამოცემა, განახლებული გამოცემა, რომელსაც ასევე ძალიან ბევრი მკითხველი ელოდა თურმე და სუმთლად კლასიკა ილიადა და ოდისეა ჩვენი ოცეულის ფარგლებში გახდა, ასე ვთქვათ, ბესტსელერების სიაში მოხვდა ეს ორი წიგნიც. ლევან ბერძენიშვილის არაჩვეულებრივი თარგმანებით. თინა, აუცილებლად მინდა შევაფასოთ 4 დღე, რომელიც ექსპო ჯორჯიაში ჩატარდა ხო წიგნის ბაზრობის ფარგლებში. რამდენად დატვირთული იყო თქვენი შეფასებით, რამდენად იყო ხალხის სიმრავლე, მათ შორის თქვენს სივრცესთან? აი, ყველამ ერთად აღნიშნეთ, გამომცემლად რომ დასრულდებოდა უკვე ბაზრობა და დასრულებისთანავეც პრაქტიკულად ქონდა ესე ვთქვათ აზრების გასვლა-გამოსვლა კოლეგებთან და ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ უკვე რამდენი წელია ეს ბაზრობა ტარდება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში და შარშანდა წელს იმდენად დიდი რაოდენობის დამთვალიერებელი იყო მოსული, რომ აშკარად ეს სივრცე აღარ არის საკმარისი. ახლა ჩვენი გამომცემლობაც ისევე როგორც სხვა ჩვენი კოლეგები ყოველთვის ცდილობენ, რომ ბევრი საინტერესო რამ შესთავაზონ დამთვალიერებლებს, ეს არ არის მხოლოდ ახალი წიგნები, აქ არის როგორც თქვენს აღნიშნეთ, თქვა სხვადასხვა სივრცეები მოწყობილი ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და მათ აქვთ საშუალება, რომ სხვა თუ არაფერი შეხვდნენ ილუსტრატორებს, ავტორებს, თვითონ რაღაც ინტერაქტიულ თამაშებში ჩაებან და ეს დამატებით ასე ვთქვათ იწვევს ადამიანებს, რომლებსაც ამ სფეროს მიმართ ინტერესი გააჩნიათ და რაც ძალიან მახარებს, წლიდან წლამდე ამ ადამიანების რაოდენობა მუდმივად იზრდება. და ჩვენს ვფიქრობთ, რომ დიდი ალბათობით შემდეგ წლებში რაღაც სხვანაირად უნდა გავნაწილდეთ, იმიტომ რომ ვერმა აღნიშნა, რომ იმდენად სივიწროვე იყო, რომ გავლა ჭირდა და ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ისიც აღნიშნა, რომ ასეთი ხალხმრავლობა მხოლოდ ნაკრების თამაშებზე თუ მინახავს და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. კი ბატონო. თქვენ ყოველწლიურად ხართ ხო? სულაკაურის გამომცემლობა ყოველწლიურად არის ჩართული ამ ფესტივალში და ზეიმში, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა მკითხველისთვის და არა მხოლოდ მკითხველისთვის. მინდა შევაფასოთ განვითარების დინამიკა ამ ფესტივალის და მათ შორის ის სარგებელი სიკეთეები, რასაც აძლევს მსგავსი ღონისძიებები, როგორც გამომცემლობებს, ასევე მკითხველებს, გამავრცელებლებს,
რა არის ის თავარი სიკეთეები, რაც ახლავს ამ ფესტივალს? მოდით დავარქვათ ისო ბაზრობა, იმიტომ რომ ფესტივალი საკმაოდ დიდხანს ერქვა ფესტივალი, მაგრამ მივხვდით რომ სწორედ ბაზრობაა სწორი ტერმინი და თანაც გვინდა რომ დავამკვიდროთ ისე, იმიტომ რომ პირველს, რომელიც ჩატარდა 1997 წელს და მე ვარ იმ პირველი გამოფენის მონაწილეც, აი რა ვიცი, ცადა დედამიწა ისეთი ძალიან დიდი სხვაობა. ეხლა მე ძალიან კარგად მახსოვს ეს განვითარება, იმიტომ რომ ვიყავი როგორც მონაწილე პირველის, ისე შემდეგი ბაზრობების ორგანიზატორიც და აი წლიდან წლამდე სულ იზრდება როგორც მონაწილეების, ისე დამთვალიერებლების რაოდენობა. სულ პირველი ჩატარდა 97 წელს, ეს იყო საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, რომელიც იმ დროს კიდევ გადატიხრული იყო, ანუ დარბაზის ნახევარი ეთმობოდა გამოფენას, მოდი ასე ვთქვათ და ძალიან კარგად მახსოვს, რომ სულ რამდენიმე ადამიანი იყო მოსული, როგორც დამთვალიერებელი და მყიდველი, თუმცა ნუ პირველი ბაზრობა შედგა. იმის მერე ყოველწლიურად იზრდება მონაწილეების რაოდენობა 2000 წელს პირველად მოხდა ისე, რომ ჩავატარეთ და მე ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი, ეს იყო ცისფერ გალერეაში და პირველად იყო საერთაშორისო, იმიტომ რომ ყავდა მოწვეული სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგები. და იმის მერე ნაბიჯ-ნაბიჯ იყო ფილარმონიაში ჩატარდა და ფოიეში, იქაც ვეღარ დავეტიეთ და ბოლოს ასე ვთქვათ, ექსპო ჯორჯიასთან შევთანხმდით და მე-11 პავილიონი დაგვითმეს, თუმცა ვფიქრობთ, რომ აი შემდეგში უკვე მე-11 პავილიონი აღარ იქნება საკმარისი და იმედი გვაქვს, რომ ექსპო ჯორჯიას შეძლებს, რომ გაფართოვდეს და ახალი თანამედროვე პავილიონი ააშენონ, რისი გეგმებიც მეც აქვთ, როგორც გავიგეთ. და უფრო მეტად მოგცემს ეს საშუალებას, რომ ადამიანებს უფრო მეტი კომფორტი შეექმნათ, როგორც მონაწილეებს, ისე დამთვალიერებლებს. და ეს დინამიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ჩვენ ვაკვირდით, ახლა როდესაც ჩვენ დავიწყეთ საგამომცემლო საქმიანობა, იყო ძალიან რთული პერიოდი ქვეყანაში, იმ თვალსაზრისით, რომ იყო ასე ვთქვათ სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო, ძალიან ბევრი პრობლემა ქვეყანაში, სხვა თუ არაფერი იყო, ენერგეტიკული პრობლემა, ფინანსური და ეკონომიკური პრობლემები დღესაც არანაკლებია, თუმცა ის რაც დავინახეთ წლიდან წლამდე, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველების რაოდენობა და მათი ინტერესი წიგნების მიმართ იზრდება და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ მიგვეღწია იმისთვის, რომ ახალგაზრდები წიგნისთვის თან დაგვებრუნებინა და ეს საბავშვო წიგნები, საბავშვო გამოცემები, თუნდაც კომიქსები, ხა ზოგჯერ არის ხოლმე, რომ უფროსი თაობის ადამიანები ამბობენ, რომ კომიქსებს კითხულობენ და თავარია ბავშვს კითხვა შეუყვარდეს და ეს დაინახოს როგორც მისთვის საინტერესო და სასიამოვნო პროცესი და შემდეგ უკვე სერიოზულ ლიტერატურასაც უფრო დიდი სიამოვნებით გაეცნობა. ასე ვფიქრობ და ამიტომაც არის რომ არ მაწუხებს ის რომ კომიქსებია პოპულარული. პირიქით, რაც ბავშვებს მოსწონთ, რაც ახალისებ და კითხვა არა ტანჯვასთან, არამედ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული, მით უფრო ადვილად შესთავაზებენ მერე მათ მასწავლებლები და მშობლები უფრო სერიოზულ ლიტერატურას. თინა, რადგან საუბრობთ ქართულ მკითხველზე, მინდა ვისაუბროთ იმ ნაწილზეც, თუ რამდენად გაიზარდა დღეს ქართველი მკითხველი, რამდენად მრავალფეროვანი გახდა, მათ შორის არჩევანის გაკეთების პროცესში და ასაკობრივ კატეგორიაზე ახსენეთ, რომ ყოველთვის იყო თქვენი მიზანი, რომ ახალგაზრდები დაგეინტერესებინათ კითხვით და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს ჩანაფიქრი, დღეს რა ვითარება ამ კუთხით? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საცდურია, ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ყველას აქვს ტელეფონი, ციფრულ ეპოქაში რთულია, ამ დროს კი სხვა რაღაცებზე გადა. კითხვა მაინც რჩება ადამიანის ერთ-ერთ მთავარ, ასე ვთქვათ, უნარად, იმიტომ რომ ზუსტად აი ეს თუნდაც უამრავი სხვა ინფორმაცია გინდა ციფრული სახით, გინდა ნაბეჭდის სახით, ძალიან რთულია თუ სწრაფად არ კითხულობ და სწრაფად არ ეცნობი ამ ამბებს, ძალიან მალე შეიძლება ჩამორჩე პროცესებს და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას ეს აქვს კიდეც გაცნობიერებული, ბევრი მათგანი კითხულობს, ზოგს თავისი ჟანრული ლიტერატურა აინტერესებს, მხოლოდ მაგალითად ფენტეზი, მაგალითად ჰორორი ან ასე შემდეგ, რაც არის ბაზარზე საკმაოდ ბევრი, ახლა დღეს რო გადახედოთ წიგნის ბაზრობას, ნამდვილად ნახავთ, რომ უამრავი ჟანრის წიგნია გამოცემული, ძალიან ბევრია, როგორც თანამედროვე ქართველი ავტორების, თუმცა უფრო მეტი თარგმანია, იმიტომ რომ ბუნებრივია, ახლა ამდენი ავტორი საქართველოში არ არის და ჩვენც ვცდილობთ, რომ
ყოველთვის ის რაც ბესტსელერია, რასაც დღეს მკითხულობენ ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნებში, ის შევთავაზოთ რაც შეიძლება სწრაფად და მაღალი ხარისხის თარგმანით თანამედროვე ახალგაზრდებს და ისინი ეცნობიან ხო სხვადასხვა საიტზე Goodreads-ში ეცნობიან თქვათ რა არის ყველაზე პოპულარული ან თქვათ იგივე ეკრანიზაცია თუ არის რომელიმე ცნობილი წიგნის და შესაბამისად ხშირად მათგანაც მოდის ესეთი მოთხოვნა. და ვფიქრობ, რომ ზუსტად აი თანამედროვე გამომცემლები ძალიან აქტიურები არიან იმით, რომ შესთავაზონ ახალგაზრდებს ის რაც მათ აინტერესებს და რასაც დღეს მათი თანატოლები კითხულობენ სხვადასხვა ქვეყანაში. რაც შეეხება საგამომცემლო ინდუსტრიას, აქ როგორია განვითარების ტემპი და რა არის ის ძირეული გამოწვევები, რაც არსებობს ჯერ კიდევ სექტორში? მე ვიტყოდი, რომ განვითარების ტემპი საკმაოდ მაღალია, თუნდაც ძალიან სასიხარულო, რომ ბევრი ახალი გამომცემლობა გამოჩნდა ბაზარზე და იღებენ აქტიურად მონაწილეობას ისინი წიგნის ბაზრობაში. ბევრი ახალგაზრდა არის ამით დაინტერესებული. ეს ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ერთი პერიოდი იყო, რომ საერთოდ მხოლოდ ძველი გამომცემლები იყვნენ აქტიურები და ახლები პრაქტიკულად არ ჩანდნენ და ეს ზუსტად იმან, რომ ჟანრული ლიტერატურის მიმართულებით გაჩნდა ინტერესი, თუნდაც კომიქსების მიმართ და ასე შემდეგ, გააჩინა ზუსტად ესეთი პატარა გამომცემლები, უბრალოდ დამწყები გამომცემლები, რომლებიც ჯერ პატარები არიან, მაგრამ სავარაუდოდ გაიზრდებიან, იმიტომ რომ თავიანთი ნიშა მოძებნეს. ზოგი ფენტაზის გამოსცემს, ზოგი მხოლოდ თქვათ კომიქსებს და ასე შემდეგ. რაც თავისთავად კარგია, იმიტომ რომ ეს მრავალფეროვნებას და არჩევანს უწყობს ხო ხელს და ზოგადად გამოწვევები ჩვენ სფეროში რა თქმა უნდა იგივეა რაც ბევრ სხვა სფეროში. სხვა თუ არაფერი ის რომ სუფთა ბიზნეს კუთხით თუ შევხედავთ ხომ ეს არის ის რომ ნედლეული გაზრდა თუნდაც ეს მასალები ხო სასტამბო მასალების ფასმა ქაღალდის ფასმა მოიმატა ბაზარზე და შესაბამისად ბეჭდვა უფრო გაზრდა ვიდრე აქამდე იყო ყოველთვის თანდათან იზრდება ეს ფასები და რასაც ვაკვირდები ტენდენცია სამწუხაროდ ესეთია რომ ძვირდება წლიდან წლამდე და აქედან გამომდინარე ახლა როგორც მოგეხსენებათ წიგნის ბეჭდვაზე ძირითადი კომპონენტი არის ზუსტად ქაღალდის ფასი განსაზღვრავს ზუსტად მე ღირებულება საბოლოო ფასს მყიდველისთვის და გინდა არ გინდა ესეც აისახება საბოლოო გასაყიდ ფასზე. ასევე არის ძალიან რთული გამოწვევა ის რომ საგანმანათლებლო სექტორში ძალიან დიდი ცვლილებები იქნება და ესე ვთქვათ დაანონსებული რეფორმა რომლის ფარგლებში ზუსტად აი სასკოლო ფორმები იკერება იმავე რეფორმის ფარგლებში სამწუხაროდ სახელმძღვანელოების გამომცემლების როლი მცირდება და თვითონ სამინისტრომ განაცხადა რომ აპირებს თვითონ გამოსცეს გარკვეულ საგნებში სახელმძღვანელოები რაც არის ძალიან დიდი დარტყმა საგანმანათლებლო გამომცემლებზე იმიტომ რომ ეს სფერო ჩვენ რეალურად 30 წელია თითქმის გამოვცემთ სახელმძღვანელოებს და ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ ამ მიმართულებით ეს არის ურთულესი პროცესი ძალიან ბევრი ადამიანის შრომაა ჩადებული ჩვენი თვითონ რედაქტორები, ავტორები, ილუსტრატორები, დიზაინერები და სხვა გამომცემლებშიც იგივე მდგომარეობა ისინი წლიდან წლამდე თქვათ ვითარდებოდნენ უფრო და უფრო მეტ პროფესიონალიზმს იძენდნენ და ახლა გამოდის რომ ესე იგი ეს ყველაფერი დიდი ნაბიჯით უკან დახევაა საგანმანათლებლო გამომცემლობებისთვის პრაქტიკულად გამოდის რომ მათ ეს ბაზარი რეალურად არ ვიცი ალბათ მესამედი დარჩება იქიდან რაც იყო ისედაც რეგულირებული იყო ისედაც არ იყო სრულად თავისუფალი ეს ბაზარი იმიტომ რომ სამინისტრო აცხადებდა ჯერ გრიფირებას ანუ შემდეგ კიდე ერთი კონკურსი უნდა გაგველო ძალიან რთული პროცესი იყო ზოგადად საგანმანათლებლო სახელმძღვანელოების გამოცემა და ასე შემდეგ ხო მაგრამ ეს კიდევ უფრო ასე ვთქვათ გართულდა და ეს სერიოზული გამოწვევაა საგანმანათლებლო სექტორისთვის გამომცემლობებისთვის თინა რომ ჩავშალოთ ეს საკითხი რა დანაკარგებზეა საუბარი სუფთად ბიზნესურად მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ ერთ-ერთი ძირეული კომპონენტია ხო გამომცემლობისთვის სწორედ სახელმძღვანელოებზე მუშაობა რაც ახლა იზღუდება ნუ ჩვენი გამომცემლობისთვის კონკრეტულად და ჩვენ ვართ ყველაზე დიდი სახელმძღვანელოების გამომცემელი საქართველოში ჩვენ გვიჭირავს ბაზრის დაახლოებით 30% და ასევე დაახლოებით 30% ჩვენი შემოსავლების სწორედ სახელმძღვანელოების გამოცემას უკავშირდებოდა და წარმოიდგინეთ ახლა ეს რამხელა დარტყმა იქნება ჩვენთვის რომ დაახლოებით 30%-ს კარგავთ ჩვენი შემოსავლების აი ამ გადაწყვეტილებით.
კი ბატონო. თინა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. წარმატებები სულაკაურის გამოცემობას და იმედია რომ ყველა ის გამოწვევა რაც დღეს დარგში არსებობს, იქნება შესაბამისად მოგვარებული. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ თინა მამულაშვილი სულაკაურის გამომცემლობის დამფუძნებელი და დირექტორი იყო ქალების ნარატივის სტუმარი. ვაგრძელებთ გამომცემლობებზე და თბილისის წიგნის ბაზრობაზე საუბარს და ამჯერად გიყვებით გამომცემლობა მედუზაზე. მედუზა შედარებით ახალგაზრდა გამომცემლობაა, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკასა და ფენტეზიზე კონცენტრირდება. კომპანიის მიზანია მკითხოს როგორც ჟანრის დაუფასებელი კლასიკური ნაწარმოებები, ისე ამაღელვებელი სიახლეები შესთავაზოს. მედუზას საქმიანობაზე, სიახლეებსა და ყველა იმ გეგმაზე, რაც აქვს გამომცემლობას, საუბარს უკვე გავაგრძელებთ ანა ყიასაშვილთან, მედუზას დამფუძნებელთან, რომელიც უკვე შემოუერთდა ქალების ნარატივის პირდაპირ ეთერს. ანა, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები ჩვენს მკითხველს და მაყურებელს. ანა, იქამდე სანამ ვისაუბრებდით თქვენთანაც წიგნის ბაზრობაზე, რომელმაც არ ნახულე, ესე ვთქვათ, გამოხმაურებით ჩაიარა და უამრავი მკითხველი ესტუმრა ექსპო ჯორჯიას სივრცეს 4 დღის განმავლობაში, მინდა მედუზას ესე ვთქვათ, საწყისები მივიხილოთ. როდის გაჩნდა ბაზარზე გამომცემლობა მედუზა? რა იყო თქვენთვის ის მთავარი мотиваცია, რატომაც გადაწყვიტეთ, რომ მედუზა და ასე ვთქვათ, მედუზას უნდა დაეწყო ოპერირება ბაზარზე? ჩვენ დაახლოებით თითქმის უკვე 4 წელია, რაც გამოვჩდით ქართული წიგნის ინდუსტრიაში. ჩვენი ძირითადი მიმართულებები და ნიშა, ასე ვთქვათ, არის ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა, ანუ მხოლოდ ამ მიმართულებებით გამოვცემთ როგორც თარგმნილ ლიტერატურას, ისე ქართველ ავტორებს და აი როგორც წეგან ჩემო კოლეგამ თინამ აღნიშნა, გვინდოდა რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა იმ მრავალფეროვნების კიდევ უფრო გაზრდაში, რაც ჟანრული ლიტერატურის და მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება მოიცავს, ასე ვთქვათ, მკითხველისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მეც და ჩემი ორი კოლეგაც, რომლებმაც ერთად დავაფუძნეთ გამომცემლობა მედუზა, ვიყავით ფანტასტიკის და ფენტეზის მკითხველები, გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ეს ნიშა აგვერჩია, იმიტომ რომ ვფიქრობდით, რომ გარკვეული დანაკლისი ამ მიმართულებით იყო ქართულ წიგნის ბაზარზე და აქედან დავიწყეთ ეს ამბავი. ჩვენი პირველი პროექტი იყო ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის კრებული, რითიც ძალიან ვამაყობთ, რომ სწორედ ქართველი ავტორებით დავიწყეთ ჩვენი გამოცემები და შემდეგ ვცდილობთ, რომ ბალანსი გქონდეს თარგმნილ ლიტერატურას შორის და ქართულ ავტორებსაც დაუთმოთ საკმარისი ასპარეზი და მივცეთ საშუალება, რომ ახალი ავტორებიც განვითარდნენ ამ ჟანრში. ანა, როგორ მიიღო ბაზარმა მედუზა? ანუ რამდენად წამოვიდა ინტერესი სწორედ იმ მიმართულებებზე, რასაც ფარავს ეს გამომცემლობა? ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოყვა, განსაკუთრებით ასეთი წიგნის ბაზრობები და გამოფენები გვაძლევს ხოლმე ამის შეფასების საშუალებას, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენ თავად ხვდებით ხოლმე ჩვენს მკითხველს და ვფიქრობ, რომ ეს პატარა გამომცემლობების, ასე ვთქვათ, პლუსიც არის, რომ შეგიძლია 4 დღის მანძილზე თავად ეკონტაქტო შენს მკითხველს და გულშემატკივარს, მიიღო მათგან უკავშირი, ან ნახო როგორი რეაქცია ექნება ჩვენს სიახლეზე და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ჩვენი ცნობადობაც იზრდება, უკვე ისეთი მკითხველები ბევრი ყავს, ვინც იციან, რომ რა შემთხვევაში უნდა მოგვაკითხონ, იციან, რომ როცა ფენტეზი დაინტერესებთ, შეუძლიათ, რომ ჩვენ სტენდთან მოვიდნენ, ან ჩვენი წიგნები მოძებნონ სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ვიძენთ იმ ცნობადობას და პოპულარობას, რასაც ვისურვებდით და სწორად მივდივართ ამ მიმართულებით. ანა, დაუბრუნდეთ წიგნის, თბილისის წიგნის ბაზრობას. როგორ ჩაიარა თქვენთვის უშუალოდ, რამდენად დატვირთული იყო მედუზას სტენდი ექსპო ჯორჯიას სივრცეში და რა იყო ის თავარი გამოხმაურებები, რაც მიიღეთ? როგორ შეაფასებდით მოკლედ ამ 4 დღეს? ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ჩაიარა ამ 4 დღემ, აი როგორც თინამაც ისაუბრა, სრულიად ვეთანხმები, რომ ძალიან დატვირთული იყო, უამრავი მკითხველი მოვიდა, ხანდახან ისეთ სიტუაციაც იყო, რომ ჩვენ ხა პატარა გამომცემლობა რო ვართ, შედარებით პატარა სტენდი გვაქვს და ისეთი მომენტებიც იყო ხოლმე, როდესაც მკითხველი ვერც ახერხებდა ჩვენამდე მოღწევას კი. ჩვენ დახსიქით რო ვიდექით, ხედავდით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა, რომ ჩვენთან მოსულიყო, ენახა ჩვენი სიახლეები, ვცდილობდით, რომ რაც შეიძლება მეტი ფასდაკლება შეგვეთავაზებინა, სხვადასხვა გათამაშებები შეგვეთავაზებინა და უფრო ინტერაქციული გაგვეხადა ჩვენს პატარა სტენდთან სტუმრობა. ორი პრეზენტაცია ჩავატარეთ და წარვადგინეთ ჩვენი სიახლეები, რომელმაც ასევე საინტერესოდ და კარგად ჩაიარა, თარგმნელებთან ერთად ვისაუბრეთ
ვისაუბრეთ გამომცემლებმა და საერთო ჯამში ძალიან კარგად შევაფასებდი, უკავშირიც კარგი მივიღეთ, როგორც თარგმანზე, ისე ვთქვათ, პოლიგრაფიულ ხარისხზე, იმ მიმართულებებზე, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ განვავითაროთ უფრო და ველოდებით შემდეგი წიგნის ბაზრობას მოემზადებით მანამდე კიდევ ბევრი სიახლით. ანა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები უშუალოდ გამომცემლობებისთვის? აი, რას გაძლევთ ეს მოვლენა და მათ შორის ისეთი გამომცემლობებისთვის, როგორიც არის მედუზა, ხო? ჯერჯერობით შედარებით ახალგაზრდა და შედარებით მცირე მასშტაბის. კი, აი, წეღან როგორც აღვნიშნეთ, ჩემთვის პირადად მე გამომცემლობა მედუზაში თან დამფუძნებლის გარდა რედაქტორი ვარ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე იმ ცოცხალი უკავშირის მიღება, რასაც ვახერხებ წიგნის ბაზრობებზე. კი, ცხადია, უკავშირს ვიღებთ იგივე გუდრიცზე, სხვადასხვა კომენტარებში, სოციალურ ქსელებში, მაგრამ რაღაც იმ სიყვარულის დანახვაც мотиваციას გვაძლევს, რასაც წიგნის ბაზრობაზე ვხედავთ ხოლმე მკითხველისგან, ან ხანდახან აქვთ ხოლმე რაღაც თხოვნები, ან რჩევები, რაც შეიძლება რომ გავითვალისწინოთ შემდეგი თარგმანების არჩევის დროს. ჩვენ ახლა წლის მანძილზე ძალიან ბევრ წიგნს ვერ გამოვცემთ, ალბათ 4-5 წიგნი არის ხოლმე წლის მანძილზე საშუალოდ ჩვენთვის სიახლე და დიდ ყურადღებას ვაქცევთ მკითხველის მოლოდინს, როდესაც უნდა ავარჩიოთ შემდეგი გამოსაცემი წიგნი, იმიტომ რომ რაღაც ბევრი პრიორიტეტის გათვალისწინება გვიწევს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთ დროს სამცოცხალი უკავშირის გათვალისწინება და მკითხველთან შეხვედრა, რა თქმა უნდა და მათგან მოსაზრებების მოსმენა და როგორც წეღანაც თქვი, უდიდესი мотиваცია არის ხოლმე და რაღაც ენერგიის წყარო, რომელიც შემდეგ თვეების მანძილზე მიყვება მუშაობის დროს, როდესაც ჩვენს ოფისებში ვიკეტებით და უბრალოდ კომპიუტერთან გვიწევს შეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მკითხველის პირადად გაცნობა. ანა, აუცილებლად მინდა გითხოთ გეგმებზე. რა არის ის თავარი გეგმები, რაც აქვს მედუზას? ამ წიგნის ბაზრობისთვის ჩვენ ძირითადად ფენტეზი მიმართულებით გვქონდა ჩვენი სიახლეები. პირველი იყო ამბები დრაკონებზე, რომელიც მოთხრობების კრებული არის და ბესტსელერი გახდა ჩვენ შემთხვევაში. ძალიან დიდი სიყვარული და ინტერესი დაიმსახურა, იმიტომ რომ არის სხვადასხვა ავტორების მიერ დაწერილი, სხვადასხვა ეპოქებში დაწერილი მოთხრობების გაერთიანება, რომელსაც ერთი თემა აერთიანებს და ეს დრაკონების შესახებ არის ყველა მოთხრობა და ფენტეზის მკითხველმა ეს ძალიან კარგად მიიღო. მეორე სიახლეც ფენტეზი მიმართულებით იყო, ჰაულის ტრილოგია დავასრულეთ და მრავალგზიანი სახლი გამოვეცით, რომელიც მესამე ნაწილი არის ამ სერიაში და ძალიან ვამაყობთ ამ ამბითაც, რომ ჩვენთვის ეს პირველი დასრულებული სრული პროექტი არის, ნაწილებიანი წიგნებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და მომავალში უფრო გვინდა რომ სამეცნიერო ფანტასტიკის მკითხველებიც გავახაროთ, რამდენიმე პროექტზე გვაქვს უკვე მუშაობა დაწყებული, აზიმოვის მოყვარულებს ვფიქრობთ, რომ ძალიან გავახარებთ და ეს ავტორი კლასიკოსად ითვლება სამეცნიერო ფანტასტიკაში, ასევე გვინდა რომ თანამედროვე მწერლის სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებებიც ვთარგმნოთ და უკვე ესეც თარგმნის პროცესშია და ძალიან მალე იმედი მაქვს რომ ეს დავაანონსებთ და ვფიქრობ რომ კარგად მიიღებს ამასაც მკითხველი და შემოდგომისთვის უკვე უფრო ფანტასტიკური სიახლეები გვექნება ვიდრე ფენტეზის მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და წარმატებები მოკლედ მედუზას ყველა მიმართულებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანა ყიასაშვილი მედუზას დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. ქალების ნარატივში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში მარიამ თოიძე მწერალი და მთარგმნელი უნდა გაგაცნოთ, ასე რომ დაგველოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში მარიამ თოიძე უნდა გაგაცნოთ, მწერალი და მთარგმნელი, რომელმაც ქართულ ლიტერატურულ სივრცეში განსაკუთრებული სიახლე შემოიტანა. მარიამს მკითხველი უკვე კარგად იცნობს მისი რომანებით „მანიპულატორი“, „მისტერიები“ და „ანამნეზი“. თუმცა დღეს ჩვენ განსხვავებულ და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. მარიამმა ქართულ ენაზე თარგმნა ვაჯრაიანა ბუდიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკრალური ტექსტი „ბარდო თოდოლ“, ანუ ცნობილი ტიბეტური სიკვდილის წიგნი. ეს არ არის უბრალოდ თარგმანი, ეს არის ტექსტის ხელახალი გააზრება ქართულ კულტურულ კონტექსტში, სადაც სიკვდილი განხილულია არა როგორც დასასრული, არამედ როგორც ცნობიერების ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტრანსფორმაცია. გამოცემა გამორჩეულია იმითაც, რომ ტექსტთან ერთვის კარლ გუსტავ იუნგის ფსიქოლოგიური კომენტარი და რაც მთავარია, გია ეძგვერაძის უნიკალური ქართული კომენტარი, რომელიც ტექსტთან დიალოგში შედის და ახალ ფილოსოფიურ ენას ქმნის. მაშასა ჩვენი სტუმარია მარიამ თოიძე, მწერალი და თარგმნელი. მარიამ,
მოგესალმები, მადლობა დროისთვის და გადაცემაში მადლობა თქვენ მოწვევისთვის. იქამდე სანამ სიახლეზე ვისაუბრებდეთ და უშუალოდ ამ წიგნის დეტალებს ჩავშლიდეთ, მინდა თქვენი კარიერული გზა მოვიხილოთ, როგორ იწყება თქვენი როგორც მწერლის პროფესიული გზა და მათ შორის როგორც მთარგმნელის. საკმაოდ ადრეულ ასაკში გატაცებული ვიყავი სულიერი ძიებებით, სულიერი მაძიებლის ფენომენით და შესაბამისად ამ გადმოსახედიდან ჩემი ორივე რომანი ანამნეზიც და მანიპულატორი მისტერიებიც სულიერ სიკვდილის შემდგომ გამოცდილებებს იმ შუალედურობას ასახავდა და ცდილობდა გამოიხატა, რასაც ტიბეტური ბარდოქვია, რასაკვირველი არა ტიბეტური ტრადიციით და არა აღმოსავლური მისტიციზმის მიხედვით, რადგან ცოდნა ძალიან მწირი მქონდა, თუმცა ამ ეტაპს ჩემ ლიტერატურულ გზას ვფიქრობ და მოვიაზრებ მომზადებად იმისათვის, რომ მსგავსი სირთულის ტექსტი მეთარგმნა. კი ბატონო, უკვე კონკრეტულად ამ წიგნის თარგმნის იდეა საიდან გაჩნდა და რა პროცესი იყო თქვენთვის, როგორც მოძიება, სამუშაო პროცესი, მე უკვე ამის გამოცემა? ტიბეტური სიკვდილის წიგნი, როგორც დასავლეთში იცნობენ, მას ბარდო თოდოლი არის ვაჯრაიანა ბუდიზმის უმნიშვნელოვანესი საკრალური ტექსტი და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, როდესაც გადაწყვეტ, რომ მასზე იმუშაო, თარგმნო და ის ქართულ რეალობაში დაამკვიდრო. ეცადო ყოველ შემთხვევაში. ეს ამ გადაწყვეტილებამდე იყო დიდი რამდენიმე წლიანი კვლევა. მაინტერესებდა ზოგადად სულიერი თვალსაზრისით, რა ხდება სიკვდილის შემდგომ და აღმოსავლური ტრადიცია ზოგადად უფრო მეც საუბრობს მსგავს გამოცდილებებზე. გვაქვს ეგვიპტური სიკვდილის ეგვიპტური მკვდართა წიგნი, ასევე ისლამში გვხვდება ბარზაყის შუალედურობა და ტიბეტური ბარდო. შესაბამისად, კულტურული კონტექსტის ცოდნა უცილობელი იყო და ამის გარეშე ვერ შევძლებდი ბარდო თოდოლის თარგმნას. თუ კი წიგნი საკმაოდ პარადოქსული ტექსტი არის, მიუხედავად იმისა, რომ გზამკვლევია, როგორც რიგით ადამიანს გვჭირდება, ნებისმიერ რიგით ადამიანს გვჭირდება რუქა, რათა მივახციოთ დანიშნულების ადგილს, სწორედ ამგვარად სჭირდება გარდაცვლილს, გარკვეული რუკა, რომ მიაღწიოს, საერთოდ გაიკვალოს დაუსრულებელ ბრმა და შავქმნელ ლაბირინთებში გზა. შესაბამისად, მჭირდებოდა კულტურული კონტექსტის ცოდნა, მჭირდებოდა გამეგო თუ რას თავაზობს ეგვიპტური მკვდართა წიგნი ადამიანს, რას თავაზობს ტიბეტური სიკვდილის წიგნი და რა ფუნდამენტურ განსხვავებებს ეფუძნება ეს ყველაფერი და სხვათა შორის ეს განსხვავებებში არის ძირითადი ამომავალი წერტილი. თუ კი ეგვიპტური მკვდართა წიგნი არის რიტუალური, ორივე წიგნი რიტუალურია. იქ სული, ადამიანის სული განისჯება და ეცემა ობიექტურ რეალობას, მიეცემა ობიექტურ რეალობას, ღვთისმიერ დადგენილ ობიექტურ რეალობას, ისევე როგორც ისლამურ ბარზახში ადამიანის სული განისჯება და ღვთისმიერ დადგენილი წესებით განისაზღვრება მისი არის შუალედურობაში, მანამ სანამ ღვთისმიერ დადგენილი წესით არ განისაზღვრება მისი ბედი. თუმცა ბარდო თოდოლში ტიბეტურ სიკვდილის წიგნში სრულიად განსხვავებულ რაღაცას თავაზობს მკითხველს, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს გაღიზიანებას და დამაბნეველია ძალიან, რადგან ის გეუბნება, დაივიწყე ყველაფერი, რაც აქამდე იცოდი და გაიაზრე, აღიარე, რომ ყველაფერი, რასაც ხედავ, არის შენი გონების პროექცია. შენი არ არსებობს გარემოსამართლე, გარემსაჯული, ყველაფერს თუ აღიარებ და მიხვდები და რა წამს მიხვდები, რომ ეს ყველაფერი შენი გონების პროექცია და მხოლოდ და მხოლოდ შენი ილუზია არის, განთავისუფლ ხდება შენი სული და თქვა ეზიარები იმ სინათლეს, რასაც ბარდოს პირველ ეტაპზე ვხედავთ. მარიამ, ჩვენ ერთმანეთს საუბრობდით, რომ ეს არის წიგნი, რომელსაც დასავლეთშიც კრე აკადემიურ წრეებში მოყვა საკმაოდ კრიტიკა. დიდი განხილვა. აი ამაზეც მინდა ვისაუბროთ და მე უკვე ქართულ მკითხველზე როგორ მიიღეს წიგნი, იმიტომ რომ ესეც ვახსენეთ, რომ 4 დღის განმავლობაში ხო წიგნის ბაზარზე იყო ბესტსელერი. კი, იქ წიგნის ფესტივალზე წარადგინა გამომცემლობა ინტელექტმა, მინდა დიდი მადლობა გადაუხადა გამომცემლობას მსგავსი წიგნის გამოცემისთვის. ესე იგი ეს თვითონ ბარდო თოდოლი
სამონასტრო სივრცეს არ გაცდენილ. აღმოსავლეთს ახასიათებს მსგავსი რამ აღმოსავლურ ტრადიციებს, არა მარტო ბუდიზმს. სულიერი ცოდნა არის დამალული, უნდა იყოს საიდუმლო. ხშირ შემთხვევაში, აი თქვათ, სუფიურ ტრადიციებშიც სულიერი ცოდნა არ უნდა ჩაიწეროს და ის უნდა გადაეცეს ადამიანს ზეპირსიტყვიერად. ბარდო თოდოლიც იყო სულიერი დამალული სწავლება მონასტრის კედლებში ინახებოდა საუკუნეების მანძილზე და ხდება ესეთი რაღაც მე-20 საუკუნეში ითარგმნა ევანს მესის მიერ დასავლეთში 1920 წელს თუ არ ვცდები პირველად და თან დაერთო კარლ გუსტავ იუნგის ფსიქოლოგიური კომენტარი. მოგახსენებათ კარლ გუსტავ იუნგის როლი ზოგადად ფსიქოანალიტიკაში და ჩემი აზრით არა მხოლოდ ფსიქოანალიტიკაში, არამედ ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნა იყო, რომელსაც დიდი კვალი დატოვა როგორც ლიტერატურაზე, ასევე თანამედროვე ფილოსოფიაზე. ერთვის კარლ გუსტავ იუნგის კომენტარი და ეს არის პერიოდი, როდესაც რამდენიმე წლით ადრე იუნგს დაწყებული აქვს წითელ წიგნზე მუშაობა. ყველაზე ალბათ ერთ-ერთი შეშლილ გიჟურ წითელ წიგნზე, სადაც ის გადაწყვეტს, რომ საკუთარი ქვეცნობიერის აჩრდილებს არ გაექცეს, არამედ მათთან შევიდეს პირდაპირ დიალოგში და ამ ყველაფერს აღწერს წითელ წიგნში და შემდეგ უკვე წერს ბარდო თოდოლის კომენტარს და ამბობს, რომ ბარდო თოდოლი რასაკვირველი არ უარყოფს, რომ ის არის რელიგიური წიგნი, მაგრამ მისთვის ის ხდება ცნობიერების რუკა, გზამკვლევი და ყველა ხილვა, რასაც ბარდო თოდოლში ადამიანი უბრალოდ გარდაცვლილი ხედავს, იუნგისთვის ხდება ქვეცნობიერისკენ მიმავალი ის შავი ბილიკები, რომლებიც ჩემი აზრით ამამად შემიძლია ვთქვა, მან სიცოცხლეშივე თვითნებურად თავის გადაწყვეტილებით წითელ წიგნში გაიარა საკმაოდ წარმატებით და ამბობდა კიდეც, რომ მე ამ წიგნს უკვე შემდეგ ვუმადლი ისეთ აღმოჩენებს, როგორც თქვა, კოლექტიური არაცნობიერის თემა არის, ინდივიდუაცია და ასე შემდეგ. კი ბატონო, ქართულ მკითხველზეც გკითხავთ ხო? ბესტსელერი იყო 4 დღის განმავლობაში და როგორ მიიღო მკითხველმა და რამ განაპირობა თქვენ შეფასებით ის ინტერესი, რაც გაჩნდა ამ თარგმანში? ჩემი აზრით, სიკვდილის თემატიკა ის არის ის, რისიც ყველას გვეშინია, ადამიანი იბადება სიკვდილში, რა თქმა უნდა, თან გვაინტერესებს, რასაკვირველია. და ასევე ეს არის ზოგადად ვფიქრობ ამ წიგნს ეს წიგნი არის განსაკუთრებული იმით, რომ არა მხოლოდ კარლ გუსტავ იუნგის კომენტარი აქვს, არამედ ჩვენ ვეცადეთ ქართული კონტექსტით გაგვიაზრებინა ეს ყველაფერი, ჩვენ ვართ მონოთეისტურ გარემოში გასწრილი, ჩვენთვის ტიბეტური ფილოსოფია მეტად უცხოარი და ხშირ შემთხვევაში საშიშიც, იმიტომ რომ საკმაოდ პარადოქსულ ცნებებს გვთავაზობს. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ამ წიგნს ექნება ქართული კომენტარი და არა აკადემიური კომენტარი, არამედ დიალოგის სახით ბატონ გია ეძგვერაძის ავტორობით, რაც პირდაპირ შედის დიალოგში წიგნთან. არ მხოლოდ იაზრებს ან აკეთებს კომენტარს ამ ყველაფერზე, არამედ ცდილობს ცოცხლად დაელაპარაკოს ისეთ ცნებებს, როგორც არის შუნიათა, მაგალითად სიცარიელე, საშინელი, აი საზარელი ცნება არის, რომ გაიაზრო, მაგრამ დიალოგი პირდაპირ შედის მასთან ესეთ კომუნიკაციაში და ცოცხალი ესეთი არეალიდან, თანამედროვე კონტექსტიდან ცდილობს ყველაფრის გააზრებას და ვფიქრობ, მკითხველს ეს ძალიან დაეხმარება და მისთვის ძალიან საინტერესო იქნება. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მოკლედ წარმატებები თქვენს ლიტერატურულ კარიერაში. გელოდებით სიახლეებით აუცილებლად ყოველი ახალი სიახლით ჩვენს ეთერში. დიდი სიამოვნებით, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ მწერალი და მთარგმნელი მარიამ თოიძე იყო ჩვენი სტუმარი, ამით კი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მე გემშვიდობებით. ხოლომდე, თუმცა BMG-ს ეთერს რამდენიმე წუთში უკვე საქმის კურსი აგრძელებს.